არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს ვინ იმუშავებს აქ მაღაზიაში, ვინ დაალაგებს ქუჩას, ვინ მოგიტანთ, ვინ იმუშავებს კაფეში და ვინ იმუშავებს სკოლაში. მისთვის მთავარია და მისი ამსონებისთვის მთავარია, რომ რაღაცნაირად გადარჩეს. ამიტომ დაარიგებს ბინადრობის ნებართვებს, ყველასთვის ვინც მოინდომებს. ამიტომ ჩაგვანაცვლებს ჩვენ იმ ხალხით, რომელიც კმაყოფილი იქნება, უბრალოდ რომ საჭმელით გადაუხადონ ხელფასი. ჯანდაცვას არ მოიცხოვს, შრომით უფლებებს არ მოიცხოვს. და ამიტომ ამ თემით იმიგრაციით მე ვხედავ ხალხი წუხდება და ყველა შეწუხდება, ოცნების მომხრედ შეწუხდება. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ დაგვიდგება საფრთხე, ჩვენ ვიქნებით უმცირესობა. ნებისმიერი დიდი პროექტი, სამშენებლო პროექტი, რომელიც გათვლილია უცხოელებზე, კიდევ იცით რატოა პრობლემა? იმიტომ რომ იქ დარიგდება ბინადრობის ნებართვები. ჩვენ ხო ვიცით, $100,000 ბინას დღევანდელი კანონმდებლობით თუ იყიდი, შენ გეკუთვნის ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვა გადაიქცევა 5 წელიწადში მოქალაქეობად. 5 წელი უნდა. საქართველოს ხა აიწია, გამკაცდა, მაგრამ 5 წელი უნდოდა, ხო, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებას გამკაცდება 2026 წლის მარტიდან. ეს რას ნიშნავს? რომ სულ ცოტა ხანში მარტო ბინების თემა კი არ იქნება. უბრალოდ შეიცვლება ჩვენი საზოგადოების შემადგენლობა და შეიძლება ესეც უნდა ზუსტად. აქეთკენაც მივდივართ, ოღონდ ივანიშვილს არ გულისხმობ, გრძელვადიან გეგმას გულისხმობ, იმიტომ რომ კოლონიურ იმპერიულ კონტექსტში მოსახლეობის შინაარსში შეცვლა, პასპორტების დარიგება და ამით გავლენის მოხდანა გამოცდილი მექანიზმია.